ბოსტნეული სალათა შემოგთავაზებთ, რომელიც შედგება ჭარხლისგან, კომბოსტოსგან, ვაშლისგან. ავიღოთ კომბოსტო, დავჭერათ წვიმდად შიგა მხრიდან. მაგრად უნდა მოიზილოს ხელში, ცოტას უშვებით შაქარს და დაუმატეთ მარილს. ციკვი უნდა გაუკეთოთ, აგრეთვე დაჭრით ვაშლს, მოგრძო ფორმით. სასურველია ვაშლი თუ იქნება მწვანე თუ არა და ნებისმიერი ფორმის და ფერის შეგიძლიათ გამოიყენოთ. აგრეთვე აიღებთ ჭარხალს. ეს ჭარხალი მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა იყოს მოხარშული. ჭარხალი არსებობს ორი სახის. ერთი არის, რომელიც გამოიყენება სალათისთვის და ნაკლებ სითხეს გამოუშვებს, მეორე არის, რომელიც სუპებისთვის და ბორშისთვის იხმარება. სალათისთვის ჯობია ნაკლებ წყლიანი რო იყოს და გაწორული. ამას ყველაფერს გადააზავებთ ერთად ვაშთან, ჭარხალთან, კომბოსტოსთან და მაიონეზთან ერთად, ლიმონშავით ან თვითონ მოასხათ ამას ყველაფერს ლიმონი. ეს შეგიძლიათ გააფორმოთ თუ თქვენთვის სასურველი იქნება, გინდათ კვერცხით მოხარშული, გინდათ პომიდორით, გინდათ კითხვით და თუ არა და ძეხვით. ყველაფერს გამზადებულს შეგიძლიათ დააწყოთ მწვანე სალათის ფოთოლზე, გადადოთ ეს სალათა მწვანე სალათის ფოთოლზე და მოაყაროთ ზემოდან წმინდად დაჭრილი ოხრახუში. ამისთვის საჭირო იქნება ერთი ადამიანისთვის სადღაც 20-30 გრამიანი ჭარხალი, კომბოსტო 30 გრამიანი, ვაშლი შეგიძლიათ 10-15 გრამი, მაიონეზი სადღაც 10-15 გრამი. შეგიძლიათ თუ ძეხვი გინდათ 20 გრამი ძეხვით ეყოფათ. შეგიძლიათ ფილე გამოიყენოთ, ძეხვით თუ არ გექნებათ, გინდათ ქათმის ფილე იხმარით, გინდათ რისი ფილეც გაინტერესებთ და გიყვართ. შეგიძლიათ კიტრი, ისეთი ცოცხალი კიტრი და არა მჟავე, პომიდორი 20 გრამი. შეგიძლიათ თუ კვერცხით აფორმებთ, 1/4 კვერცხი, ოხრახუში სადღაც 5-6 ფოთოლი და 1 ნახევარი ლიმონის წვენი. გემარილი გემოვნებით და მიირთვით გემრიელს.